მობილური კომპანიებისთვის ეგრეთ წოდებული გასაღების გადაცემას ეწინააღმდეგება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. მათი შეფასებით ეს საფრთხის შემცველია როგორც სახელმწიფო ინტერესებისთვის, ასევე ბიზნეს სტრუქტურებისთვის. მათი შეფასებით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების კერძო კომპანიებზე მინდობა დაუშვებელია. არასამთავრობო ორგანიზაცია ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია მხარს უჭერს ეგრეთ წოდებული გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პერსონალური დაცვის ინსპექტორთა უფლებამოსილების შენარჩუნების საკითხს. ეს იქნება ძალიან დიდი დანახარჯი კომპანიებისთვის, ისინი დღეისთვის ზად არ არიან, რომ ეს პასუხისგებლობა თავის საკუთარ თავზე აიღონ, ვინაიდან ამისთვის საჭიროა როგორც ადამიანური რესურსი, ისე ფინანსური რესურსი. სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი ინტერესები, კერძო ბიზნესს საკუთარი და ჩვენ მივიღებლად მიგვაჩნია, რომ ეს ინტერესები ერთმანეთთან იკვეთებოდეს. ხელისუფლებას ვურჩევთ კონსტატაციები გაიაროს ამერიკის შეერთებული შტატების FBI-ს, ანუ FBR-ის სპეცსამსახურებთან. შსს კი არ უნდა ჩამოვართვათ, არამედ კონტროლი და კანონი უნდა გამკაცდეს ბათზე, ვინც უკანონობას ჩაიდენს ფარული მოსმენები და უკანონოდ გამოიყენებს, რითინაც შემდეგ ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვევა.